ფოტოზე ხო და ეხლა ვიცით რომ ეს ფეხბურთელი არის ძალიან კარგი და ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს აქ ევროპის იყო თუ ევროპა არის ევროპის 19 ინგლისი პორტუგალია რო იყო ფინალი ხო და ლოკომოტივზე თამაში არის შვედეთთან და ეს სასწაული რომ წამოიღო ვაირანევით ბურთი და იქ რომ მე გაიტანა და ეს თამაში და მაქსაღამოს მახსოვს გუგა ჩემმა მეგობარმა საფეხბურთო აგენტმა დამირეკა რომ ლევანო ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა სხვათაშორის და დინამოდანაც ვინ ფეხბურთელზეც ნაღდი პროფესიონალი ევროპული იმითი ყველაფერს კაჭახიძე ხო გუგა მუშაობს ყველანაირი იმითი ხო და დამირეკა რომ ერთ-ერთ დაწესებულებაშიო იქ ბევრი სკაუტები და მენეჯერები და ისინი ჩამოსული შეკრებილები არიან და რომ მოხვიდე კარგი იქნება მეც გაგაცნობო ისინიც რაღაცა წავედი ღამე იყო გვიანი წავედი ესე იგი რა ვიცი სიტი ატლეტიკო ბენფიკა რა გითხრათ ყველა იქ იყო რა და ნუ ცოტა უკვე ნასვამი და გუგას დიდი მადლობა უთხრა რომ ეს არის დინამოში ხო და რაღაცა მოვიდნენ ახლა ცალკე სიტის სკაუტი მელაპარაკა ყუციაზე მაგალითად რომ მანო ისეთი სამუშაოები შესვლა ჩვენ ეს ჩავინიშნეთო იმიტომ რომ სიტიშიო რომ წავიყვანო ახლა სიტიში რა ხალხი ყავთ მაშინ ხო წარმოგიდგენთ ეხლა არა რომ ფიქრობთ რატო მაგ ეგო ასრულებდა იმაზე მეტსო და ევალებოდა იმაზე მეტი ვიდრე საყრდენმა უნდა აკეთოსო და ჩვენო მასო გარკვეულ კვადრატშიო რომ მივცეთო დავალებაო ბევრად უფრო პროდუქტი ანუ ეხლა ხო ვერ ვიგონებ ესეთი რაღაცები მომდით იქ რა ქვია დინამო მოსკოვი ატლეტიკო ეს ყუციაზე კობოურზე ვიღაც ესპანური გუნდები მესაუბრენ და ჩავკვეტაძეზეც ეხლა რა თქმა უნდა ბევრი და ამასობაში გამოდის კონტაქტზე ბაიერნის წარმომადგენელი რომელიც თბილისში იმყოფება რა ის ცნობილი ადამიანია მე სხვა გუნდშიც მუშაობდა და რა ვიცი არ ვამბობ სახელებს და გვარებს და მე ვინმე თუ შემედავება და უარყოფს რაღაცას ზაბუთებს წარმოადგენა თქმა უნდა ხო და თან არაფერს ისეც არ ვამბობ ხა რომ რაღაც ასწავლოთ გამეკონტაქტა ერთი ჩემი მეგობარი ვინც გერმანულად კარგად საუბრობს ბაიერნის კაცი იყო ამ დირექტორატში მოგვეთ ბაიერნისგან უფლებამოსილი იყო ამ საუბარზე და რედისონ ბლუში დილის 11-ის ნახევარდაცვის 11-ზე მივედით ეს იყო ინკოგნიტოდ ანუ ჯერ ოფიციალურად კლუბთან მოსული კი არ იყო და წინასწარი ლაპარაკი და შემდგარიყო და მე რო პრეზიდენტს ვეტყვი ახლა მე კი არ ვახდე პრეზიდენტმა კი იცოდა სადაც მივიდი მაგრამ ნუ ეს ჯერ ოფიციალური სახეა ეგრე ხდება და რა ვიცი წავედი ახლა იქ ის რა ქვია სოკი რაღაცა ავიღე დავჯერეთ საუბრობ და ეს ჩემი მეგობარი რომელსაც ჯერ ასევე არ ვასახელებო თუ საჭირო გახდა მე მასაც წარმოვადგენ რომ გერმანული რო იცი გერმანულიც ის კარგად ხო და ამ კაცსაც ვესაუბრეთ და მითხრა რომ ესეო რა გუშინო ანჩელოტიმ და რუმენიგემ უყურესო აქ თამაშო და ანჩელოტი ამწვნელი ბაიერნის და რუმენიგე მუშაობს რუმენიგე ალბათ ის პრაკაძილ გენარო რუმენიგე პიონერო იყო სტატუსო დირექტორი რუმენიგე მუშაობს და დამეწვე ხა ამ კაცმა ხა ჯერ ხო არ იცის ხა მე კომენტატორი ვიყავი თუ ვინ ვიყავი ხა იცის დინამოდან და რაღაცა შემოპარა რუმენიგის უყურე და ისა რუმენიგე თუ იცი ვინ არისო ну, რა თქმა უნდა ჩაუტარე ხა ის ლექცია რუმენიგეში. ერთი ორი სპეციალურად ისეთი ამბავი უთხარი, რომ პირი დააღო და დაურეკა, ეგრევე დაურეკა. მახსოვს რომელიც როხ-როხ ხმით ახალ გაღვიძებული ხმით და უთხრა რომ აქ ხა ვისაც ველაპარაკე, ისეთი რაღაცები იცი, შენზე შეიძლება შენ არ იცოდე რა. და იმას გაუხარდა და ისო დამალაპარაკე ერთი წუთი ხა მე გერმანულს ვფლობდი, ხო, არც თარჯიმანი დამჭირდა და რაღაცები იმან იქი და მეც რაღაცა ესეთი ფრაზებით ისა და მე ამას უთხრა ამ კაცს რომ მაღაზიაზე მწყდება ძალიან გული. გადაეცეო კაი ბიჭი არისო და თუ ეს ჩაკვეტაძეს ტრანსფერი შედგაო ორი მოსაწვევიო ვიპლოჟაში რომელშიც მე ვზივარ. იქო სამუდამოდ იქნებაო სეზონი არის. ანუ სანამ ჩაკვეტაძე იქ იქნება ახლა სამუდამოდ ახლა მე სხვა შევოდ ახლა სულ ხო არ ვიქნებოდი ახლა დიდი წელიწადში ორჯერ ჩავსულიყავი და თანხლებ პირთან ერთადო
ექნება ბაიერნის თამაშისეო. ჩემგან საჩუქრად რომ ისეთი რაღაცები იცის ჩემზე. ხო და გამიხარდა ეხლა და ჩავებღაუჭი ამ კაცს და ლაპარაკობთ რაღაცებს და თავისი ოფერი დაბეჭდილი წარმომედგინა. იქ რაღაცებზე თემებზე წავიდა ლაპარაკი და მე უთხარი არა ვიტყვი მაგას რაც უთხარი რა რომ ისაო გარკვეულ თანხაზე ხო არის საუბარი მაგრამ ჩვენ გვინდოდა უფრო მეტად რომ პროცენტი დაგვეტოვებინა შემდეგი გაყიდვის იმიტომ რომ ეხლა რაც ღირდა ხო 2 წელიწადში ბაიერნში თამაშის მერე შეიძლება 100 მაგად გაძვირი როგორც კვარაცხელია ხო და ეს გათვლილი მქონდა და უთხარი მე რომ ნუ რაღაც აღარ მახსოვს რა 50% დავიწყე თქვა რომ არარეალურია ამ კლუბებში შეეხდებოდა და გამიტოვა 20% რა შევთანხმდით რომ 20% იყოს და ეს რომ ყველაფერი შევათანხმე და უკვე აი გამზადებული უნდა წავიდე ხე მე იქ და ვისაუბრე რომ მე უთხარი მოიცა მეთქი 20% რომ მიტოვებ მეთქი შენ მიუნხენის ბაიერნი ხარ მე უთხარი ფრაიბურგი ხო არა ხარ 100 მილიონი ღირს ხვალ კვარაცხელის ჩაკვეტანზე გახდა რომ გამოვიდა აქა დაგლიჯა ყველაფერი და არის 100 მილიონი ღირს და მოდის რეალი და გეუბნება 100 მილიონს არ ყიდი არ მინდა ეგ შენი 100 მილიონი მე ჩაკვეტანზე უნდა მე 20 მილიონს რო კარგავ რა უქნა მეთქი როგორ მოვიქცე ხა მე შეიძლება არასდროს არ გაყიდე ეგ ჩაკვეტანზე და დავკარგე მე 20 მილიონი კლუბისთვის და როგორ ეგო კონტრაქტში როგორ ჩავწერო არ ვიცი მოთხარ როგორ ძგინდა ისე ჩაწერე თქვა დაურეკა მეორედ რუმენიგეს და უთხრა აი ესეთ რაღაცას ითხოვსო ესო ეგეთი რომ პრეცედენტი არ ქონიაო ისე უნება რომ არ ქონიაო მაგრამ რო უყურდებიო მართალი არისო და რა როგორ უნდა შეედაო ჩვენო რა რო არ გავყრიოთ არ შეიძლებაო და ჩამიდეს ესეთი ხელით მიწერილია ეგა მაგის კონტრაქტში თავის ხელით ეგ ხელით მიწერილი იმიტომ მიხარე დაბეჭდილი შეიძლება მე დამაბრალოს და კალიგრაფია ხო იმისია ხო და მიაწერა ხელით რომ რამდენი ახალ ხელმოწერასაც დასვავს კონტრაქტზე იმდენი 2 მილიონი ჩვენ ოღონდ ეს ეხლა თქვათ 3 წლიანზე ან 5 წლიანზე ხო იქნებოდა ლაპარაკი ეს კი არ ნიშნავდა რომ 5 წლის მერე რომ დასვავს გავიდა 1 წელი აგერ კვარაცხელიას 3.5 მილიონიან 5-იან ღმერთმა 50 მიცეს თუ გაუზარდა ნაპოლიმ ეს უკვე ახალი ხელმოწერაა აი ყველა ეგეთ ახალ ხელმოწერაზე მოგვივიდა 2 მილიონი და იმას შეიძლება 10 ჯერ მოეწერა ხელი იმაზე აღარ გეუბნები რომ ჩემპიონობაზე 300.000 ბონუსი სანამ ეს იქნებოდა ლიგის მოგებაზე 500.000 ნუ ჩემპიონი 10 წელი რო ეთამაშა 10-ს მოიგებდა ხო ალბათ ლიგასაც ერთი 3 ჯერ სავარაუდოდ მოიგებდა და კიდე 10 თამაშზე თანხები არ მახსოვს 10 თამაში 20 თამაში 50 თამაში 100 თამაში ხო არა კლუბს რასაც ფეხბურთელის კონტრაქტს ჩვენ ვიგეკითხება იმაზე მოითხოვა რომ რადგან 17 წლის არის მამამის შემოხვედრეთო და დანარჩენს იმას დაველაპარაკებიო და მე ვთქვი გენტთან აქვს საუბარი და რა ვიცი რა გითხრაო ვერ გავიგეო ამდენი გწოდნიაო რუმენიგეს ისიციო დაბადების დღე და რა ტემპერატურა ქონდა საფრანგეთში რომ შემოვიდა და ისინი ბუნდესლიგა მიყავს იმას ვერ ხვდები ეხლა როგორმე გენტზე კარგ წინადადებას მივცემთ ფეხბურთელსაც და მამამისაცო ხო და მე ვუთხარი ხო უკვე რომ გათავხედებულიყო ეხლა შენ თუ გაანათხოვრე და ისო ეხლა უკვე აღარ მჯერაო რომ შენ ბუნდესლიგა ბაიერნის განათხოვებული ფეხბურთელი სადგინახიო მე სიტიან ჩელსიან ვიღაც კი არა ვარ 45 ფეხბურთელი რომ ყავს და რო არ მახსოვს ვინ სად არისო 25 კაციან აბოიმაში იქნებოდა ეხლა იმის პირობასო რომ რამდენჯერ ვათამაში როგორ ვათამაშე ვერ მოგცემო 19 წლამდელი ისამაქო რა ქვია ჩემპიონთა ლიგის გუნდი მყავს ძალიან კარგიო და იქაც ვათამაშებო და რა იყო ეხლა ამაში ცუდი და ივარჯიშებს პირველ გუნდთან ერთად და იქნება 18 კაციან განაცხადში როცა მოხდება როცა შევა შენზე მეტად მე ვარ დაინტერესებული რომ მალე ითამაშოს და კარგად ითამაშოსო და მე ვუთხარი კარგი მე ეს თანხები რომ დათვალა ეს ბონუსი ეს ხელმოწერის 2 მილიონი კიდე დარეკა რომ მე რა ქვია 5 მილიონამდეო თუ ეტევაო ყველაფერი კონტრაქტშიო უფლება მოსილება მაქვს რომ დაუკითხავად
გავაკეთო ეს წინადადება და თუ გადაცდა უნდა დავრეკო. დაარეკა და მომთხე კიო და მომცეს ეს ფურცელი წავედით მე ლოკომოტივის სტადიონზე. საქართველოს ნაკრები თამაშობდა ჩეხეთთან, ხო მე? და მამამის დაურეკეთ და ვეძახ აღარ მოყვები, მე თუ რამე სიტყვე მე სხვა რაღაცებსაც მოყვები და მამამის ვთქვა რომ არ მინდაო ეხა და რა გავაკეთო ეხა არ მინდაო და ამან მითხრა მე უთხარი ესე ხო არ ვქნათ ისე ხო არ ვქნათ და შენი ჭირი მეო რა ხა ბავარიასო მე ბაიასო პატარა ჩირკი მოუცხო რო ჩავალო ჰიონესი მაშინ მეგონი დაჭერილიც იყო და ესე და პირდაპირ თავს მომაჭამსო არ მომკლავსო თავს მომაჭამენოდა ხა მაგათი ბაიერნის იმაზე ხო ჩაკვეტაძის გამო ანუ გენტის იმაზე არ დავეცემიო რა რომ ეხა მაგათ ვაჭრობა დაუწყო და ეს ვეჭიდაო და რაღაც სასამართლოებში მარბენინონ და რაღაცო თუ მამამისი მოაწერსო ხელსო ხო გამზადებულ ზალაში შედისო ბიჭო მივიდა და მამამის დაელაპარაკებოდა ის მამამისი რომ დათანხმდებოდა სიტყვიარად მე კლუბში იმ კონტრაქტის ოფერს დაუბეჭდავდეთ და ეგ იქნებოდა რა შევიდა და ზალაში აა საკვირველი რა ხო არგუმენტიც მახსოვს მამამისის რომ იყო ის რომ ბაიერნში ვერ გაიზრდებაო ვერ გაიზრდება. და გემში გაიზარდა. ხო და მე მახსოვს რაც უთხარი ერთი 3-4 წელი ბაიერნში სულ რომ მოედანზე არ შემოადგმევინო. ფეხი გენტი მაინც იყიდის მეთქი მე ნუ ორ შემთხვევაში დინამოდან თუ ყიდულოს ბაიერნიდანაც წაიყვანდა რა. თან რა იყო იცი ბიჭებო ის თაობა ისეთი იყო აგერ ხედავთ ხო ეს რომ ბაიერნში მოხვედრილი იყო. აი როგორც ახლა ფროზინონეში, იქსაზონოვი ტორინოში, ანუ ხო კვარაცხელიას ხო მიყვა კვერნაძე შლეიფად მიყვა. ხო, ეგ რო ბაიერნში წასულიყო და იქ 1-2 თავისი ჩაეტარებინა, ხო? დარწმუნებული ვარ რომ ვერდერი, ვიღაცა ვოლსბურგი და ვიღაცები ყუციას, ნინოას თან გერმანიაში ქართველებს მიქელთაძეს ვიღაცებს ხო ქართველებს აიყვანდა როგორც არაერთხელ მითხოს რომ კაგავას კარგმა თამაშმა დორტმუნდში გამოიწვია ის რომ ორ-ორი აზიელი ყავს ყველა სუპერმოედანში ხო რატო სხვა შორის იმ ნაკრებიდან უფრო მეტი ფეხბურთელის ფეხბურთელის გაზდას გვახსოვს ადრე ერთადერთი ლევერკუზენი აი მაგ ნაკრებიდან 2017 წელს რო ითამაშა ველოდი რომ გაცილებით მეტი ფეხბურთელი ითამაშებდა მაღალ დონეზე